მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა იმის რომ გამოძალდეთ ჩემი ხე იმის რომ ლაიქებთ და კომენტარებთ ვინც არ მიცემთ გაგაცნობით მე ვარ კატო შეგახსენებთ რომ პირადი დიაგნოსტიკის შესაბამისად პირად შეტყობინებაში WhatsApp-ზე მითითებულ ნომერზე რომელსაც ვიდეოების ქვემოთ ვუთითებ ხოლმე კარგი იქნება თუ დამიწერთ რა გაშლები გნებავთ და რა თემები უფრო გაინტერესებთ რომ თქვენთვისაც უფრო საინტერესო იყოს გაშლის მოსმენა, ასე რომ ძალიან დამეხმარებით ამით ძალიან კარგი იქნება და უფრო კარგი თანამშრომლობა გამოგვივა ხომ, იმიტომ რომ ცოტა ისეთი მომენტია, სტანდარტულად ერთ და იგივე თემებს ვშლით და შეიძლება ადამიანს ძალიან სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი აინტერესებდეს და აღმოჩნდეს რომ უპასუხოდ რჩებოდეს. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ კი მომაწვდით ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მინდა გავაკეთო უახლოესი პერიოდის ფინანსური და კარიერული კუთხით. მაინც ასე თუ ისე საინტერესოა, შეიძლება ითქვას ბევრი ადამიანისთვის. და მარტივად ესე გავაკეთოთ. პირველი ვარიანტი იყოს ეს დასტა, მეორე ვარიანტი ეს დასტა და შეარჩიეთ დასტებით პირველი და მეორე, რომელიც თქვენთან უფრო ახლოს მოვა, ნახოთ ფინანსები და კარიერული კუთხით როგორი იქნება. მაქსიმალურად ვეცდები რომ ამომწურავი იყოს პასუხები და რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი მინიშნებები წავიკითხოთ. რაც შეეხება პირად დიაგნოსტიკებს ამ ეტაპზე ისე უგრძელდება ფასდაკლება და შეგიძლიათ ფასდაკლებით მიიღოთ სრული დიაგნოსტიკა 70 ლარად და ერთი კონკრეტული საკითხი 50 ლარად, ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფასდაკლება და კიდევ უფრო მეტად ინფორმირებული იყოთ, იმიტომ რომ საჯარო გაშლა, მაინც საჯარო გაშლა და ასე თუ ისე კი ამოიკითხავთ, რა თქმა უნდა, თქვენთვის სასურველ ინფორმაციასაც და ენერგიებსაც აიკითხავთ რა როგორ არის, მაგრამ ბევრად უფრო ჩაშლილი არის პირადში ხომე, ბევრად უფრო ბევრ კითხვაზე არის გაცემული პასუხები და უფრო მარტივად შეიძლება მერე მიიღოს ადამიანმა გაანალიზებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები, ხო? ასე რომ აი ესეთი ამბები. იმედია ამ ჩემს სამწუთიან საუბართან მიმართებაში ამოერჩიეთ, მე გადავდებ მეორე ვარიანტს, პირველი ვარიანტი ვინც აერჩია, ნახოთ, დავდოთ ეს დასტა, მგონი კარგად ჩანს. როგორი იქნება თქვენი ფინანსური და კარიერული წინსვლა? მოდით ესე გავაკეთოთ, ჩავშალოთ და მარტივად რომ უფრო კონკრეტული სიტუაცია იყოს. ერთი მდგომარეობა ვნახოთ, ვინც მუშაობს, ვისაც თავისი საქმე აქვს, როგორი იქნება კარიერა, კარიერული ზრდა და ფინანსური ზრდა და მეორე, ვინც არ მუშაობს, როგორი იქნება მისთვის, ხო? მოკლედ, ვინც მუშაობს, იმისთვის კარიერული ზრდა მდგომარეობა როგორი იქნება და როგორი იქნება ფინანსურად, როგორ აისახება ფინანსურად ეს ყველაფერი. და მეორე ვარიანტისთვის, მეორე ვარიანტი რა იყო და მეორე სიტუაციისთვის, პირველი ვარიანტის მეორე სიტუაცია არის ესეთი, ხო? ადამიანი, ვისაც არ აქვს სამსახური, როგორი იქნება მისთვის და ფინანსურად როგორი იქნება, ვისაც არ აქვს სამსახური ამ შემთხვევაში. ნახოთ, დავიწყოთ პირველი ვარიანტი, ვისაც აქვს სამსახური და ან თავისი ბიზნესი, როგორი იქნება. რაღაცა არჩევანის წინაშე დადგებით, შეიძლება ითქვას, მოგიწიოთ რაღაცა ცვლილებების მდგომარეობა, აქ რაღაც ინფორმაციას გაიგებთ. ნახეთ, ეს არჩევანის მდგომარეობაც არის როგორ. შეიძლება სამსახურის სხვა შემოთავაზება მიიღოთ. ნახეთ, თქვენ გაიგებთ რაღაცა ინფორმაციას, რაღაცა შეტყობინება მოგივათ. შეიძლება რაღაც ნახოთ უფრო კარგი ვაკანსია, ხო? თუ სამსახურში ხართ, რაღაც შემთხვევით წააწყდით და თქვათ, არ ეკეთხო, მიქნაც მიიღეთ პასუხი, რომ
მობრძანდით გავისაუბროთ, ხო, არის ეს მომენტი. თქვენ იქნებით არჩევანის წინაშე, ვისაც სამსახური გააქვთ, რა გააკეთოთ, როგორ გააკეთოთ, მაგრამ თუ კონკრეტულად თქვენი ბიზნესის მდგომარეობა გაქვთ და თქვენი საქმიანობა გაქვთ, ხო, რომელსაც უბრალოდ უფროსის თქვენ ხართ და თანამშრომელიც თქვენ ხართ, ხო? ამ შემთხვევაში არის ის მომენტი, რომ თქვენ ეცდებით, ნახეთ, დადგებით რაღაცა სიტუაციის წინაშე, სადაც მოგიწევთ ახალი მდგომარეობის მოძიება შეიძლება, ხო? თქვათ, ნახეთ, ახალი მდგომარეობის მოძიება, მაგალითად, აკეთებთ სამაჯურებს, ხო, პირობითად, ან რაღაცა ქსოვთ ჟაკეტს, ან უბრალოდ აცხობთ ერთი სახეობის ან ორი სახეობის ნამცხვარს, მოიფიქრებთ იმას, რომ მოდი ნამცხვრის გარდა, მოდი გამოვაცხოთ, თქვათ, პერაშკიც, ხო, ხაჭაპური, ან თქვათ, ბისერების ან სამაჯურის გარდა, მოდი გავაკეთოთ მძივი, ხო, ყელსაბამი ან ჩანთა, ბისერები და ასე შემდეგ, ხო? ანუ ნახეთ, აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანს რაღაცა განახლების მდგომარეობა და ახალი შესაძლებლობები ეხსნება და თქვენ მოგიწევთ აქ რაღაცეების გადაწყვეტა. მაგრამ ეს ნახეთ, შესაძლებლობების მდგომარეობა, რაც მოგესახებათ, რატო დგებით იცით გადაწყვეტილების წინაშე? იმიტომ რომ აქ ნახეთ, არის ისეთი მომენტი, როდესაც შეიძლება თქვენს რაღაც გეგმას უხვევდეს, ან რაღაცა თქვენს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდეს რაღაცა მომენტში და აი აქ დადგეთ ზუსტად, იმიტომ რომ ხა სახარბიელო სიტუაცია შეიძლება არის რაღაცნაირად ჩემთვის ბევრად უფრო კარგი მომენტი არის, მაგრამ აი რაღაცა ის პრინციპულად ვთქვათ მე რომ მაქვს ის რომ საღამოს სამსახურში 6 საათზე რომ დავამთავრებ 7-მდე არ გავჩერდები, მაგრამ აქ არის ის მომენტი რომ შეიძლება და გჭირდეთ 7-მდეც გაჩერება, აი აქ რაღაცა პრინციპებს შეიძლება აღემატებოდეს, ხო, თქვენ და ნუ აი მაგ იმაში იყოთ, რომ რაღაცანაირად რა ვქნა, ხო, ანუ გადავდგა ნაბიჯი და მე მოვაგვარო ეს სიტუაცია თუ არ მოგვარდება და არ გადავდგა ეს ნაბიჯი, ხო, აი რაღაცა ამ სიტუაციაში, თუმცა აქ ნამდვილად გექნებათ ზრდის მომენტი, უკეთესი მდგომარეობის მომენტი, ანუ თქვენთვის უფრო ხელსაყრელი შესაძლებლობების მდგომარეობა. ნუ ვიღაცისთვის შეიძლება ეს მომენტიც იყოს, რომ დაწინაურების მდგომარეობაც, ხო, რაღაცა ერთი საკითხიდან, თქვათ, ერთი დეპარტამენტიდან მეორე დეპარტამენტს ან ხელმძღვანელი გახდეთ, ხო, ან რაღაც აი გამოწვევა იყოს თქვენთვის, რომელიც ნუ რა თქმა უნდა, კარგისკენ მიდის, მაგრამ მაინც თქვენთვის გამოწვევა იყოს იქნებ და აი რაღაც მომენტში ვერ ყალიბდებენ, ანუ მიღირს თუ არა, შევძლებ თუ არა გავაკეთო ანუ აქაც იგივენაირად წარმატებული ვიყო, ხო, რაღაც ეს მომენტი. ფინანსურად როგორ აისახება ეს ყველაფერი? ფინანსური თემით, მოდით ესე ვთქვათ, ცოტა რო გითხრათ, რომ ძალიან ესეთი სახარბიელო მომენტი იქნება ფინანსური, რა თქო, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ნახეთ, ცვლილების მდგომარეობა შესაძლებელია რაღაცა მომენტში თქვენთვის აღმოჩნდეს ცოტა, ნახეთ, მალევე არ მოხდეს. ნახეთ, თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ და რაღაცას ჩაუშვებთ ახალს, შეიძლება მოლოდინი გქონდეთ, რომ აი მალე ამუშავდება, ხო? და თქვათ მალევე არ მოიტანა, ხო, რაღაცა ერთი რამოდენიმე დღე ან თქვათ ერთი კვირა რაღაც პირიქით უფრო რო იყვენ ხოლმე მინუსზე მუშაობს კომპანია, ხო, რაღაცა მინუსზე მუშაობდეს, მაგრამ ვთქვათ, აი მთავარი აქ რა მომენტია, იცით, რომ შიშია არ შეგიბროთ. ნახეთ, აქ კარგად ფინანსური კუთხით, ნახეთ, შეიძლება აქ არჩევანის მომენტი ზუსტად ეს იყოს თქვენთვის, რომ შეიძლება კარგია, მაგრამ სანამ ეს კარგი დალაგდება, მანამდე მე ვალდებულებები, რომელიც გამაჩნია, იმას შევძლებ თუ არა გავუმკლავდე და დავალაგო, ხო? რაღაცა ეს მომენტი არის აქ შეიძლება ითქვას. ცოტა ფინანსური შიშის მდგომარეობა არის. შეიძლება ნახეთ, როგორი მომენტი იყოს, ხარჯი მოგემატათ რაღაცასთან მიმართებაში, ხო, ითქვათ, გამოჩნდა რაღაცა ისეთი მომენტი, როდესაც მე ხარჯი გამეზარდა, ხო, რაღაცა უეცარი მდგომარეობა, რაღაცა მოხდა ისეთი, რომელმაც
გამიზარდა ხარჯი და ანუ ესეც შეიძლება იყოს იმის ფაქტორი, რომ ეხლა რომ გავაკეთო ეს ცვლილება, თუ მით უმეტეს ახალ სამსახურში გადასვლაზე არის, იქ როგორ არის ხო, თქვათ ან ზღაურება ნამდვილად არ აგვიანებენ, ნამდვილად ისე, იმიტომ რომ მე აქ ვალდებულებები და პასუხისმგებლობები მაქვს. ცოტა ფინანსურად ესე ვთქვათ, არ არის ესეთი ძალიან სახარბიელო მომენტი, იმიტომ რომ ანუ რაღაცა ცვლილებების პერიოდი არის. მოკლედ, ნახოთ ახლა, ვისაც არ აქვს სამსახური, მათთვის, ну, არ ვიცი, თქვენ თუ არ განთავისუფლეთ, ნახეთ როგორი მომენტია, ვისაც არ გაქვთ სამსახურის მდგომარეობა, მე ესე ვიტყვი, რომ გჭირდებათ მოძიება, გჭირდებათ რაღაცა მოქმედება, ხო, იცით როგორი მომენტი არის, ნახეთ აქ თითქოს ადამიანი როგორც რამდენიც არ უნდა მოუძებნო ვაკანსია, რამდენიც არ უნდა გავაგზავნო მე CV და თქვათ ასე შემდეგ, რაღაცა არ გამოდის, ხო? ერთხელ არ გამომივიდა, ორჯერ არ გამოვიდა და ეხლა თითქოს რაღაცა მომენტი არის ის მომენტი, რომ რაღაცნაირად აღარ მინდა გავაკეთო. თუმცა მე ესე ვხედავ, რომ აქ თავისუფლდება თქვენი ენერგიები, აშკარად თავისუფლდებით იმ რაღაცა გაურკვევლობებიდან და თუ კი თქვენი აქტიურებთ და აქ ну, გააგზავნით რა თქმა უნდა ვაკანსიაზე და რა თქმა უნდა დაიწყებთ მოძებნას, ის თქვენი გამოცდილება, რომ წინა პერიოდში რომ გააგზავნეთ არ აგიყვანეს, თქვათ გასაუბრების მერე, ეხლა შესაძლებელია რომ გამოგივიდეთ. ეხლა თითქოს აი ეს გზა გეხსნებათ, აქ თავარი არის აი ეს რაღაცა გაურკვევლობები და უნდობლობა საკუთარ თავთან თუ კომპანიებთან თუ როგორც არ უნდა ვთქვათ, რაღაცნაირად გადალახოთ, ხო? თქვათ მივედი ერთი კვირა მომუშავეს, თქვათ ესე პირობითად სტაჟირებაზე და მე არ ამიყვანეს, ხო? მე იმედგაცრუებული დავრჩი და ხა აღარ მინდა იგივე ერთი კვირა დავკარგო, ხო? უკვე აღარ მაქვს ამისი აღარც რესურსი, აღარც თავი და ანუ აღარ მაქვს სურვილი. მაგრამ ამ სიტუაციიდან განთავისუფლებით, ამ შემთხვევაში უკვე ესე ვიტყვი გაგიმართლებთ. უკვე გაგიმართლებთ სამუშაოსთან დაკავშირებით. ფინანსურთან მიმართებაში როგორ იქნებით? კი ბატონო, ნახეთ, თუ თქვენ არ გაერიდებით ამ სიტუაციას და მიიღებთ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება იქნება ის მომენტი, როდესაც მორჩება თქვენი უფინანსობის მდგომარეობა, თქვენ გეხსნებათ გზა პენტაკლების ტუზი არ არის ცუდი ფინანსებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს არის მდგომარეობა, როდესაც რაღაცა იწყებს შემოსვლას და მოძრაობას. ასე რომ ვისაც არ გაქვს სამსახური, მეგობრებო, შეგიძლიათ დაიწყოთ მოძიება და დაივიწყოთ ის, რომ რაღაცამ არ გაამართლა და წინა სამსახურში არ მიგიღეს ან გასაუბრებაზე უარი გითხრეს, ან უბრალოდ სტაჟირებაზე გატარეს და მერე თქვეს უარი, ამ სიტუაციიდან გამოდიხართ. თქვენ ახალ ეტაპს იწყებთ და თქვენი გადადგმული ნაბიჯები და გაგზავნილი CV-ები საბოლოო ჯამში იქნება შედეგი იმის, რომ ეტაპობრივად სწორ გზაზე გადიხართ და ეხლა რაც უფრო შორს გეჩვენებათ თქვენი მატერიალური დალაგების მდგომარეობა, კი ბატონო, დალაგდება აუცილებლად, იმიტომ რომ აქ უკვე ნახეთ ქმედებას, რომელსაც ჩაიდენთ, ის მოიტანს შედეგს და თქვენ მოგცემთ სამყარო იმ საშუალებას, იმ გზებს მატერიალურის, რომელიც გჭირდებათ. ისე რომ პირველი ვარიანტის უმუშევართა კლასს შეგიძლიათ ცადოთ, გამოწვევა მიიღოთ და მოძებნოთ სამსახური და ფინანსურად დაალაგოთ თქვენი ცხოვრება. მოკლედ ეს გამოვიდა პირველი ვარიანტისთვის. და ნახოთ ახლა მეორე ვარიანტთან მიმართებაში რა გვეტყვის მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი რას გვეტყვის, ვინც ეს დასწა არ რჩია. რა თქმა უნდა, თქვენთანაც ვნახოთ ფანტასტის ფონი, ისე მეტო პირდაპირ 10 პენტაკლებია, გამარჯობა, წარმატება და წინსვლა ძალიან კარგი. მოკლედ, ნახოთ, რა თქმა უნდა, პირველი ვისაც აქვს სამსახური, თავისი კარიერა და ასე შემდეგ, როგორ იქნება კარიერული კუთხით. მეორე ვარიანტისთვის, ვისაც აქვს, ვინც დასაქმებულია, როგორ იქნება მატერიალური, ანუ ფინანსების მდგომარეობა და რა თქმა უნდა, მეორე ვარიანტი, ვინც არ ხართ დასაქმებულები, როგორ იქნება თქვენთვისაც, ნახოთ, როგორ იქნება ეს პერიოდი თქვენთვისაც და
ფინანსურად როგორი იქნება, ხო, კარიერულად როგორი და ფინანსურადაც როგორი იქნება. მოდით ნახავთ, ვისაც აქვს სამსახური ან თავისი ბიზნესი, როგორი იქნება. აქ ნახეთ, მოდით ესე გეტყვით, როგორი იქნება. შესაძლებელია აქ რაღაცა მომენტში იყოს ისეთი მდგომარეობა, როდესაც აი დავიღალე ამდენმეც მინდა ხო რაღაცა დასვენება, რაღაცა განტვირთვა და ერთი ჩემი განტვირთვა მიდდება რაღაცა ისეთი მომენტი, რომელიც მერე ყველაფერს ქაოტურად მაძლევს. ნახეთ, აქ მოგიწევთ თქვენს, იქაც შეყვარებულების არკანი ვაკეთ. მოგიწევთ არჩევანის წინაშე დგებით. ნახეთ, არჩევანის წინაშე დგებით, რასთან დაკავშირებით. ეს არის მომენტი, როდესაც გადამწვარი ხართ, გადაღლილი ხართ, უკვე შეიძლება ითქვას, რომ კარიერა კი არა და სამუშაო კი არა, აღარაფერი აღარ მინდა ხო, საერთოდ, იმიტომ რომ ჭირდება დასვენება, უკვე ვეღარ ვფიქრობ და ვეღარ ვიღებ ვერანაირ მდგომარეობას. მე ესე უფრო გეტყვით, რომ აქ ზრდასთან მიმართებაში როგორ გაიზარდოთ, როგორ განავითაროთ, როგორ წახვიდეთ წინ, ხო, რაღაც ეს მომენტი გაქვთ. შეიძლება და იმდეს ფიქრობთ უკვე ამასთან მიმართებაში, რომ გადაიწყო ორგანიზმი და მე ესე ვიტყოდი, რომ აქ კარიერული წინსვლის მდგომარეობაზე კი არ არის დასტაბილურებასთან მიმართებაში, როგორ დავასტაბილუროთ, რაც არის ეს გქონდეს შენარჩუნებული, იმიტომ რომ ნახეთ თქვენი ენერგეტიკა და თქვენი სხეული შეიძლება ვიღაცისთვის ავადმყოფობას მომენტიც იყოს, ხო, რაღაცა ვირუსი შეგეყარათ, რაღაცა მსგავსი გაციება დაგემართათ და ეს არის ის მომენტი, როდესაც ადამიანს ძალა აღარ ყოფნის იმისთვის, რომ რაღაცას წინ წავიდეს. შესაძლებელია ვიღაცები ახერხებენ კიდევაც თქვენი კარიერული საფეხურის, ესე ვთქვათ, ნგრევას, ხო? ნახეთ, როგორი მომენტი არის. მესამე პირები, როდესაც შეიძლება რაღაცა პროექტი, რომელიც თქვენ ჩაგაბარეს ვიღაცამ უბრალოდ დაგასწროთ და რაღაცა ისეთი იდეა თქვა, რომელიც თქვენ გააჟღერეთ, ხო? ნახეთ, არის ეს მომენტი ხომ, როდესაც გგონია, რომ კონკრეტული ადამიანი თქვათ არის ჩვენი მეგობარი, თუ მეგობარი არა, კოლეგა, რომელიც ძალიან ესეთი დადებითად არის დამოკიდებული ჩვენთან მიმართებაში, მას გავუმხილეთ რაღაცა ჩვენი იდეა, ჩვენი რაღაცა მიზანი, როგორ შეიძლება რაღაცა პროექტთან მიმართებაში გაკეთდეს და ადამიანმა დაგასწროთ და არჩევანი გააკეთეს იმ ადამიანზე და თქვენს, რომ მოდი ეს პროექტი შენ კი არა, მოდი ამან ჩაიბაროს, იმიტომ რომ ნახე რა კარგი იდეა, ხან დროს ეს იდეა იყო თქვენი. აი, აქ ცოტა ისეთი მომენტია, თითქოს აქ უკვე გადამწვარი, ვისაც თავისი ბიზნესის მდგომარეობა აქვს, აქაც როგორი მომენტია, იცით, რომ აი თითქოს სულ ან მესამე პირები რო გეუბნები, რომ რა გინდოდა ზედმეტად განვითარება, რაში გჭირდება, ეხლა რაღაცა ერთი კონკრეტული ხო ხარ სტაბილურად, ეხლა რატო რაში მოინდომე, თქვათ 20 კვადრატული მაღაზია ან რაღაცა კაფე გადაგეკეთებინა 150 კვადრატულად, აი ანუ ნახეთ, აქ არის ხელისშემშლელი მდგომარეობა თქვენს კარიერულ საფეხურზე და კარიერასთან მიმართებაში სამყარო გეუბნებათ იმას, რომ ცოტა ხანი რა დროს კარიერაა, საკუთარ თავს, საკუთარ ჯანმრთელობას მიხედე, იმიტომ რომ ეს ყველაზე მეტად გჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ თქვენ გამოსავალს რაღაცა მომენტში წინსვლასთან მიმართებაში, დაწინაურებასთან მიმართებაში თუ ახალ პროექტებთან მიმართებაში ფიზიკურად ვერ ხედავთ. როგორი იქნება თქვენი ფინანსური კუთხით? აი ფინანსური კუთხით როგორი მომენტია, აი რაღაცნაირად, არ ვიცი, მე ეს გეტყოდით, რომ აქ შეიძლება რაღაც ისეთი დანაკარგის მომენტი გქონდეთ, რომელიც საბოლოო ჯამში შეიძლება მოგიტანოთ დიდი ტრანსფორმაციის მომენტი, ხო, ვიღაცამ სამსახური შეიცვალოს საბოლოო ჯამში მიიღოს გადაწყვეტილება, ვიღაცამ რაღაცა თავისი ბიზნეს გეგმა შეცვალოს ან გააკეთოს. ყოველ შემთხვევაში აქ არის ფინანსურად მოგიწევთ ცოტა ხანი გაჩერება, იმიტომ რომ
არ ვიცი რაში შეიძლება ჩადოთ ფინანსური რესურსი და შეიძლება არ გაამართლოს და ამიტომ კარგად გაანალიზეთ რაში დებთ ამ ფინანსებს, რაში ხდით, დააკვირდით ამ ეტაპზე გჭირდება თუ არა კონკრეტული ნივთი, რომელსაც ყიდულობთ, იმიტომ რომ შეიძლება სულაც არ გჭირდებოდეთ და საბოლოო ჯამში ეს რაღაცა ზიანი მიაყენოს თქვენს ფინანსებს. აქ ფინანსური კუთხით ნახეთ ცვლილებების მდგომარეობა იქნება. შეიძლება ითქვას, რომ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ დრო არის რაღაცა ცვლილებები გააკეთოთ, ანუ გადახედოთ თქვენს ნახეთ შეიძლება შიშის მომენტი იყოს აქ მატერიალურთან მიმართებაში, ნახეთ არის ესეთი ადამიანების კატეგორია, რომელსაც სულ პანიკური შიში აქვს ფინანსებთან დაკავშირებით, რომ აი ხვალ რო არ მქონდეს, სულ არ ყოფნის, ანუ სულ ნერვიულობს, რომ ხვალ რა იქნება და ზეგ რა იქნება და რაღაცა უნდა გადავდო რა. კი, ძალიან კარგია, უნდა გადადოთ, მაგრამ პანიკა ნამდვილად არ გებს ფინანსებს, იმიტომ რომ როდესაც ხარ ესე ორიენტირებული კონკრეტულად რა შიშის მდგომარეობამდე ორიენტირებული, საბოლოო ჯამში აი ამ შიშს ზუსტად ამ შიშს იზიდავ და მართლა რაღაცას უგიწევს გათვლილად ყოფნა. ამიტომ აქ ცოტა მეტად გჭირდებათ ფინანსური ენერგიების განთავისუფლება, გაშვება, შესაძლებელია ვიღაცისთვის ეს ცეცხლის ენერგიაც, წმენდის მდგომარეობაც იყოს რაღაცნაირად გაწმინდოთ თქვენი სახლის თუ სამსახურის გარემო, იმისთვის რომ მე საბოლოო ჯამში თქვენმა მატერიალურმა კეთილდღეობამ წინ წავიდეს, ხო? ანუ რაღაცა პოვოს გზა და ეტაპობრივად წავიდეს წინ. ისე რომ ნახეთ ფინანსური კუთხით აქ გექნებათ ესე ვიტყვი საშუალება იმის რომ რაღაც შემოსავლები გამოჩნდეს და იყოს ახალი პროექტების მომენტი შეიძლება მოგიტანოთ ფინანსური რესურსები, მაგრამ ნახეთ მე ესე გეტყვით მეორე ვარიანტი ის პირველ ხალხს, ვისაც სამსახურები გაქვთ, ცოტა დასვენება გჭირდებათ, ცოტა გადაანალიზება გჭირდებათ, ძველი სისტემის ჩამოხსნა გჭირდებათ იმისთვის, რომ მერე უკვე სამსახურშიც წარმატებული იყოთ და მატერიალურადაც უფრო წინ წახვიდეთ. ნახოთ მეორე სიტუაცია, ვისაც არ აქვს სამსახურის მდგომარეობა, როგორ იქნება, ძალიან კარგი. თქვენ გექნებათ რაღაცა შეხვედრაზე მოხვდებით, სადაც არ ვიცი, შეიძლება მეგობარმა შემოგთავაზოთ სამსახური, შეიძლება მე ახლობელმა შემოგთავაზოთ, ხო, რაღაცა ყოველ შემთხვევაში აქ შეიძლება მოხვდეთ ისეთ აუდიტორიასთან, ისეთ სიტუაციაში, სადაც თქვენ შეგმამჩნევენ, დაგინახავენ და თქვენ შეიძლება ითქვას, რომ შემოგთავაზებენ სამსახურს, ხო? სამსახურს, რომელიც თქვენთვის ვიტყოდი, რომ საინტერესო და სახარბიელო შეიძლება აღმოჩნდეს კიდევაც. შემოვა თქვენთან სამუშაოს მდგომარეობა, ოღონდ ეს სიტუაცია ხო გონებთ შემოდის, სადღაც აი ნახეთ შეიძლება დიდხანსაც ელოდებოდით, ხო, ამ სიტუაციას, რომ აი უნდა განთავისუფლებული იყო კონკრეტული, ან ვიღაცა იყო დაპირებული, ვიღაცას აი რაღაცას ელოდებოდით. შესაძლებელია აი როგორი მომენტი იცით, რომ ვთქვათ წასული სამსახურიდანაც კი იყოს ეს მომენტი, შენახეთ სამსახურიდან წამოხვედით, რაღაც ან გამოგიშვეს, ან რაღაც ესეთი მდგომარეობა შეიქმნა და რაღაცა პერიოდის მერე, მუშაობარ მდგომარეობაში ხართ და ადამიანები გირეკავენ, რომ დაბრუნდი იმ სამსახურში, საიდანაც გახვედი, ხო? იმიტომ რომ ან გაგიშვით, ხო? იმიტომ რომ აქ შენი რესურსი ნამდვილად გჭირდება და შენ მიიღებ იმ რესურსს და კმაყოფილით დარჩები, რასაც შემოგთავაზებენ. ფინანსურად როგორი იქნება? აქტიური ფინანსური მომენტები ნამდვილად იქნება, ფინანსურად ვერ ვიტყვი, რომ ცუდი იქნება, თუმცა აქ ნახეთ როგორი მომენტია, როგორი იქნება ფინანსურად, გექნებათ შემოსავლები, რაღაცა შეიძლება ეს იყოს დახმარება მეგობრისგან, შეიძლება რაღაც ესეთი სიტუაციები, ხო? შეიძლება ვიღაცის ავანსის მომენტიც იყოს, გექნებათ შემოსავლები, მაგრამ ნახეთ, არ ვიცი მე რასთან გაქვთ ესეთი პრობლემა, რა გაქვთ ესეთი დასახური, ჩასახური, რომელიც გაშინებთ, ხო? შეიძლება ითქვას, რომ
ამ თვეში კიდევ ერთი თვეც ვარ ვიმუშაო, ფინანსურად ძალიან დიდ სტრესში ვიქნებით. აი, ზუსტად ეს მომენტი გაქვს. ნახეთ, აი ამ სტრესში რო იქნებით, ზუსტად მაშინ გამოჩნდება აი ეს დახმარება მატერიალური და რაღაცა ესეთი მომენტი, აი გგონიათ რომ თქვათ ვერ მოვახერხებ ამ თვეში სესხის და კრედიტის ჩახურვას, იმიტომ რომ ნუ ვერ ვიშოვე კიდევ სამსახური, მაგრამ რაღაც არ ვიცი რა მოხდება ესეთი, მაგრამ აქ მოხდება ესეთი ინფორმაციას გაიგეთ, რომ თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას, თქვენ შეძლებთ მატერიალურად დაბალანსებას, ესე რომ ვთქვათ. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი მომენტი იქნება თქვენთვის, ნამდვილად. მეორე ადამიანებს მეორე ვარიანტის მეორე სიტუაციას, ანუ ვისაც არ გაქვთ ამ წუთას ფინანსები და სამსახურის შემოვა შეიძლება გქონდეთ ის განცდა, რომ ფინანსურად რაღაცნაირად არ გამოდის, მაგრამ ყველაფერი ლაგდება. ძალიან საინტერესოა, ძალიან კარგი, მე გილოცავთ, ვისაც ფინანსურად და თქვენთვის სასურველი ეტაპები შემოდის, ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, გისურვებთ, რომ დალაგებული გქონდეთ მატერიალური კეთილდღეობა, იმიტომ რომ მატერიალური კეთილდღეობა სამწუხაროდ საჭიროა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყველას გვჭირდება, ხო, რაღაც ეს მომენტი არის, ფინანსები, იმისთვის რაღაც მოვაგვაროთ ჩვენთვის სიტუაციები, ხო, თუნდაც ის რაღაცა სასიამოვნო ვახშამი, ან გასცენები და ასე შემდეგ და არ ვიყოთ დასტრესილი მდგომარეობა. მოკლედ, დროებით, გემშვიდობებით, შეგახსენოთ, რომ პირად დიაგნოსტიკაზე უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში, დროებით.